გამარჯობა ჩემოძვირფასო მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ პერიოდულად ჩემი ჩიბუხების განხილვა, unboxing-ი არ იქნება, იმიტომ რომ ეს ჩიბუხები უკვე გამოყენებაში მაქვს. მაგრამ გავაკეთებთ მიმოხილვას, გაჩვენებთ როგორი შეფუთვით იყო, როგორ მივიღე, როგორი არის, აგიხსნით დავახასიათებთ და მithumetes გამოყენებაში რომ მქონდა, თუ შესაძლებია შეგიქებთ, თუ პლუსები რაც აქვს, გეტყვით, მინუსები რაც აქვს, იმათაც გეტყვით. ეხლა კი წარმოგიდგენთ მეორე ჩემს ჩიბუხს, ასევე იტალიურს. ეს უკვე ნახდად ახალგაზრდაა და სადღაც 50-იანი წლებიდან, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან არის ბაზარზე, მოლინა. მოლინა ყოველთვის აი ესეთი ფერადი და ხალისიანი ყვითელი შეფუთვით იწყება. მასთან ნაცნობობა. და რა ვქნა ბატონო, გამიბრაზდება და ჩემი საყვარელი სავინელის ისევ უნდა უკბინო, იმიტომ რომ აი როგორი ტომარათი ვაწვდის და ბონუსად აი ამ ტომარას შესანახს აყოლებს მოლინა. ბარხატის, ძალიან მაღალი ხარისხის ბარხატის და ესე ხარისხიანი პრინტი არის თუ ამოქარგულია ვერც გავიგე, მოლინა pipe. ნუ აიმით რომ გამოჩნდებით, ამას რომ ამოიღებთ, უკვე ეტყობა რომ ხარისხიან ჩიბუხთან გაქვთ საქმე. და აი წარმოგიდგენთ თავად ჩიბუხს. ესეც საუცხო სილამაზის და ელეგანტური ჩიბუხი ბრიარის. აი წინვალე ბრიარის ნახატით და ზევ ფანტასტიკური მონშტუკი აკრილის. აი ეს ჩიბუხი როგორც კი დავინახე ონლაინ მაღაზიაში, აი იმ წამსვე შემიყვარდა. თან აი გაბარიტებით, რა თუ ჩანს, ცოტათი პატარა არის. სხვა ჩიბუხთან შედარებით, აი იგივე ლორენზეტისთან შედარებით რამდენად მცირეა. თუმცა არ არის მინიატურული, უბრალოდ პატარა ჩიბუხი არის. ჯამი საკმაო ზომის არის, საშუალო ზომის არის უფრო სწორად. ლამაზი ბრიარი, გაპრიალებულია, ფინიშ, როგორც ძახიან, პოლირების აი ესეთი, მაგრამ ლაკის გარეშე. თავად ბრიარი არის გაპრიალებული. აი, მოლინა წარწერა თუ ჩანს კარგად, ამოტვიფრული არის, მოლინა made in Italy და მეორე მხარეს გონი. და იქვე ქვემოთ სერიული ნომერი. ესეც 8 მმ-იან ფილტრზე არის. ამას არ მოყვება ადაპტორი. პრინციპში არც არის საჭირო. თუ ერთი ადაპტორი გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ ის მეორეზე გამოიყენოთ. ადაპტორები მაქვს საყოფი რაოდენობა. უბრალოდ ლამაზი ჩიბუხია. პატარა არის, მაგრამ არ არის ისეთი პატარა, რომ ფუნქციონირებაში შეუშალოს, იმიტომ რომ ძალიან პატარა ჩიბუხი არ არის ძალიან კარგი. ეს არის საშუალო ზომის ჩიბუხი. სატარებლად ადვილია და მაქვს სხვადასხვა სახის დამოკვების მოსაწევად. აი ხო არის ეს ვერსია, რომ უნდა იყოს მხოლოდ არომატიკებისთვის ერთი, ინგლისური ნაზავებისთვის მეორე, ბერლისთვის მესამე. მე მაქვს ასე ჩიბუხები, რა თქმა უნდა, მაგრამ აი აქ შევეცადე, რადგანაც მაქვს ეს რაოდენობა ჩიბუხების და ეს არის კარგი, უდივად სატარებლად და სადმე წასაღებად, აი ესე გადავწყვიტე, ჯერ რა თქმა უნდა ის გამოვწვი ვირჯინიათი, გოლდენ ვირჯინიათი.
იქ არომატიკი არ შემირევია. მაგრამ მე მოწევის დროს პერიოდულად ურევ. ხან არომატიკს ვეწევი, ხან ინგლისურ ნაზავებს ვეწევი, ხან ბერლის ვეწევი და მაინტერესებს რა გამოვა ბოლოში, ანუ არის თუ არა ის ვერსია სწორი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ჩიბუხის წევრი ედავება, რომ სისულელეა გაცო ეს ცალცალკე ჩიბუხები, ცალცალკე რაღაცის, უბრალოდ ჩიბუხი კარგად გაწმინდეთ, ჩიბუხი კარგად დაასვენეთ, ასვენება როგორც გითხარით, ითვლება რომ 24 საათია, მაგრამ უმეტესობა დღის ამets ვებხრობ იმათ, რომ თუ გაქვს საშუალება და გაქვს ჩიბუხები 48 საათი თუ დაისვენებს ჩიბუხი არის კარგი. აი ასე დაასვენეთ, გაწმინდეთ, მოუვარეთ და მნიშვნელობა არ აქვს, რასაცა თუ პირიქით ამობენ, რომ ხანდახან რომ ბერლიან, ხანდახან რომ არომატიკი გაურიოთ, აუცილებელიც კი არის. მოკლედ აი ამ ვერსიისთვის გასამყარებლად მაქვს ეს ჩიბუხი, ამიტომ ესე იგი რომ აური ერთ რაღაცას უკვე გეტყვით. რაღაცნაირად თითქოს უჭირს ჯერ ჩიბუხს. აი ეს ჩიბუხები, რომელიც ცალკე არომატიკისთვის მაქვს ლორენზედი, ან თქვათ სავინელი, რომელიც ცალკე ინგლისური რაღაცებისთვის მაქვს, იქ უკვე კი შეკითხვები არ მაქვს, ჩიბუხები გადასარევად მუშაობენ. აი ეს ჩიბუხი მოლინა რაღაც უჭირდა თავიდანაც ვერ ამუშავდა. როცა თავიდან უჭირდა და ვერ ამუშავდა, აი ესე ვერ მომცა ის რაც მინდოდა და ამიტომაც გადავწყვიტე რომ მოდი აურევ ახლა არ შემეშინდა, აღარ ამით ვეღარ გავაფუჭებ მეთქი, თუ უჭირს და არ გამოდის მეთქი. ნახოთ ახლა ეს თვითონ ეს მოლინა არის ცოტათი ნაკლები ხარისხის უკვე იმ სავინელისთან პიტერსონთან და ლორენზეტისთან შედარებით და უკვე იმის შემდეგ მე მაქვს მაღალი პრეტენზიები და ცოტათი არ მომწონს თუ აი ეს რო აური ამის ბრალია თუ რა არის, ამას ერთი წელიწად ნახევარი 2 წელი უნდა გავიდეს და მერე გამოჩნდება. დარჩენი ამ ჩიბუხსაც უწევ რეკომენდაციას. ლამაზია, კარგია, მე ხა რაღაც პრეტენზიები რომ მაქვს მას განშავსო ცუდია ან რაღაცა, მაგრამ ის ვერ არის რაც არის მაგალითად სავინელი. შეიძლება არასდროს არც იქნება ის რაც არის სავინელი. დარჩენი რა არის? ძალიან ელეგანტურია, ყოველთვის აქცევენ ყურადღებას ამას რომ არა ჩიბუხია როგორია. ეხა პატარა რო თქვი ესე პატარაც არ არის. საკმაოდ კარგი და კარგი ჩიბუხი. მოკლედ კარგი ჩიბუხია. ბევრი რო არ ვილაპარაკო. მაგრამ რამოდენიმე საფეხურით დაბლა დგას ეგრეთ წოდებული ჩემი ნახსენები სავინელი, პიტერსონი და ლორენზეტი. მომავალ შეხვედრამდე და მომავალ განხილვებამდე.